წარმოიდგინე, არის 2015-2016 წელი, ხსნი ლეპტოპს და კითხულობ ძალიან ბევრ კომენტარს, რომელიღაც ქართული ოცნების პოლიტიკოსი ადამიანებისგან, რომ მას წარმატებას უსურვებენ, მისი პოლიტიკით კმაყოფილები არიან, მერის გვერდზე შედიან, ალაიქებენ, გულავენ და ფიქრობ, რომ ალბათ მე ვარ ერთადერთი ადამიანი, ვისაც არ მოსწონს ის, რაც ხდება ამ ქვეყანაში. ესეთი ფიქრები ადამიანებს ძალიან დიდხანს გაუგრძელდათ, მანამ სანამ არ აღმოვაჩინეთ, რომ აი ასეთი ტიპის კონტენტის შემქმნელები, რომლებიც თავიდან ძირითადად წარმატებას 41-ს და გულებს ხატავდნენ, იყვნენ ტროლები. ანუ იყვნენ ადამიანები, რომლებიც ფულს იღებდნენ იმაში, მისულიყვნენ ოფისში, გაეხსნათ თავისი ლეპტოპი და რამდენიმე სრულიად უცნობი ადამიანის სახელით ეწერათ კომენტარები. თავიდან ამის შესახებ, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ბუნდოვანი იყო, თუ რაზე ჰქონდა საუბარი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი სპეცოპერაცია, რომელიც დემოკრატიული არჩევნების ფარგლებში ამერიკაში მოხდა, იყო 2016 წელს ოპერაცია, სპეცოპერაცია, რომელსაც რუსი ოლიგარქი პრიგოჟინი ხელმძღვანელობდა და ეს იყო სპეცოპერაცია ამერიკის არჩევნებში ჩასარევად. როგორ მოხდა ეს ყველაფერი? ძალიან უცნაურად და მარტივად დაიწყო. აღმოჩნდა, რომ ამ პერიოდში რუსეთში გაჩნდა ეგრეთ წოდებული ტროლების ფაბრიკები, სადაც ადამიანები მიდიოდნენ და კონკრეტულად წინასწარ დამუშავებული მესიჯებით ახდენდნენ გავლენას ამერიკელი ამომრჩევლების გადაწყვეტილებებზე. ძირითადად კამპანია შეეხებოდა ჰილარი კლინტონის საწინააღმდეგო აქტივობებს, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ კამპანიებს შორის აღმოჩნდა ისეთი მემარცხენე რადიკალური მიმართულებები, რომლებმაც მერე შექმნა გარკვეულწილი საინფორმაციო ქსელი იმისთვის, რომ ამერიკელები უბრალოდ დაბნეულები ყოფილიყვნენ საკუთარ არჩევანში. რატომ ხდება? რომ ქართული ოცნების მიერ დაფინანსებული გვერდების გარკვეული ნაწილი ატარებს აგრესიულ კამპანიას ევროპული ღირებულებების, ეგრეთ წოდებული ევროპული ღირებულებების დასაცველად. მაგალითად, გეუბნებიან, რომ აუცილებლად ევროპა მოგთხოვს შენ გეი ქორწინებებს, იმიტომ რომ ეს არის ეგრეთ წოდებული ტრიგერი, ნიშანი, რომ შენ გაუაქტიურო ქართველ ამომრჩეველს მთავარი შიში, რომ ვინღაცა მას ქართველობას ართმევს. ზუსტად ამ ქართველობის საწინააღმდეგო კამპანიით შემოვიდა ქართული ოცნების ტროლების და ბოტების პირველი ნაწილი ბაზარზე. რა ხდება დღეს? დღევანდელი სიტუაცია კიდევ უფრო რთული და ტრაგიკულია, იმიტომ რომ თითქოს ყველა ადამიანი ითხოვს ახალი სახეების, ახალი პოლიტიკური ფიგურების გამოჩენას ველზე და ამ ახალ სახეებს აუცილებლად მოყვება კომპრომატების შექმნილი დასტა, რომლებსაც ტროლები და ბოტები აქტიურად იყენებენ საკუთარ საკომუნიკაციო ველში. ეს ყველაფერი ქმნის ერთ რეალობას, რაც ჭირდება დღეს ქართულ ოცნებას, რომ მათი ალტერნატივა დღეს საქართველოში არ არსებობს. ზუსტად ამაზე სასაუბროთ დღეს ვთხოვე ჩემ კოლეგას მოსულიყო და ეჩვენებინა ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რომ ტროლების და ბოტების რეალობა მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ჩვენ მეინსტრიმს, არ არის ის, რასაც ადამიანები ფიქრობენ. პარალელურად ტროლებს და ბოტებს ახალი საქმე დაემატათ, კგბ-ს ღირსეული გამგრძელებელი ქართული ოცნების წარმომადგენლები აგროვებენ და ქმნიან კომპრომატებს აბსოლუტურად ყველა ადამიანზე. თუ ამ კომპრომატების შექმნას ადრე სჭირდებოდა სპეციალური დადგმა, ადამიანების ჯგუფი, ჩანერგილი აგენტები, დღეს ეს გაცილებით მარტივია ინტერნეტ ეპოქაში, იმიტომ რომ მარტივი ფაბრიკაციით შეგიძლია ადამიანს დააბრალო ბევრი რამ და ამ დაბრალებას აქვს თავისი ფორმა. გაჩნდება რაღაცა ტიპის რენდომული ინფორმაცია, რომელიც შემდეგ ტროლების და ბოტების მეშვეობით მუდმივად გაცოცხლდება. ჩემი სტუმარი ალმაზე აუცილებლად ისაუბრებს და მეც გეტყვით, რომ ნებისმიერ სკანდალურ ინფორმაციას აქვს თავისი ხანგრძლივობის ვადა. ჩვენ ერთ ქვეყანაში ეს არის დაახლოებით 2-3 დღე. შემდეგ ეს ყველაფერი და ამის გაცოცხლება ხელოვნურად ხდება ისევ ტროლების და ბოტების მიერ. როგორ უნდა დავიცვათ თავი ამ ტიპის არასწორი манипуляციით და როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ეს ამ ტიპის ინფორმაცია, რომელიც მთავარი ამოცანა არის ჩვენი დაღლა, გამოფიტვა და დეზორიენტაცია, არის შემოგდებული. პირველი კითხვა აუცილებლად უნდა დავსვათ, თუ ვის დასჭირდა დღეს ამ ინფორმაციის გავრცელება. მეორე კითხვა არის თუ ვინ არიან კონკრეტული ადამიანები, ვინ ამ ინფორმაციას ავრცელებენ. ხშირ შემთხვევაში fake ტროლების უკან, როგორც ჩვენ აღვნიშნეთ, დგანან ორგანიზებული ჯგუფი, ან არიან ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ პარტიულ ინტერესებს წარმოადგენენ.
ამ შემთხვევაში ძალიან მარტივი გამოსაცნობია რიტორიკა და ძალიან მარტივი გამოსაცნობია მიზანი. მაგრამ როდესაც საქმე შეეხება მუდმივ საინფორმაციო გადაძაბულობას, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, უფრო და უფრო მეტ ადამიანს უჩნდება აპათია და იმის შეგრძნება, რომ ნებისმიერი ტიპის საზოგადო და პოლიტიკური საქმიანობა არის დიდი ჭაობი, სადაც ადამიანები მხოლოდ იმას აკეთებენ, რომ ერთმანეთის მიმართ ისვრიან ტალახს. ამ შემთხვევაში ყველაზე მარტივია ალბათ რომ გვერდით გადგე და არ მიიღო მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში, მაგრამ ეს სიმარტივე არის ზუსტად ის, რაც ქართულ ოცნებას სჭირდება. ჩვენი სიჩუმე აპათია არის ის, რომელსაც ქართული ოცნება ყიდულობს იმით, რომ მუდმივად გვამყოფებს ბრძოლის და მუდმივად გვამყოფებს დაძაბულობის ეტაპს. დღეს წარმოგიდგენთ ძალიან საინტერესო თემას და კიდევ უფრო საინტერესო სტუმარს. თემა იქნება ტროლებით მართული ქვეყანა და სტუმარი იქნება ჩემი დიდი ხნის მეგობარი და ადამიანს, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემ მისი პროფესიონალიზმის გამო. ეს არის დოდი ხარხელი, სოციალური კომუნიკაციების სპეციალისტი. პრინციპში შემიძლია ვთქვა, რომ ერთ-ერთი პირველი ადამიანი, რომელმაც საერთოდ დაიწყო ამ ციფრული სფეროს მოწესრიგება, ძალიან დიდი ხანი აკვირდება და თვითონაც არის მონაწილე ამ პროცესების. დავიწყებ თავარი შეკითხვით. დოდი, ერთი რამ მინდა გკითხო. პირველად როდის გაიაზრე ესეთი რამ, რომ არსებობენ ტროლები, ანუ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ფულს იღებენ იმაში, რომ რაღაც ტიპის ინფორმაცია გაავრცელონ. თუ გახსოვს ეს გააზრება შენ ცხოვრებაში? მახსოვს და ჩემით არ მივსულ მაგ გააზრებამდე. ეს იყო ამერიკის არჩევნებიდან დაიწყო ეს ყველაფერი 2016 წელს. კი, 2016 წელს, როდესაც თავის დროზე ძალიან დიდი კრიტიკა მოხვდა, მაშინ ჯერ კიდევ Facebook-ს, ანუ ახლა მეტად მოიხსენიებთ Facebook-ს, Instagram-ს და მასში შემავალ პლატფორმებს, იმის გამო, რომ აღმოჩნდა, რომ სხვა ქვეყნებიდან, ძირითადად რუსეთიდან მართული სისტემები და აკაუნტები ცდილობდნენ აზრის ფორმირებას ამ კონკრეტულ არჩევნებთან დაკავშირებით. და ამბობენ, რომ დიდი წილი გავლენაც ჰქონდა ამ ყველაფერს, რა. მაგ დროს ამის კრიტიკის საპასუხოდ ბევრი ცვლილებები მოხდა თვითონ სოციალურ ქსელებშიც. მათ შორის მაგალითად დღეს თუ ჩვენ ვხედავთ Facebook-ზე რაიმე ტიპის რეკლამას და იქ აწერია paid by გადახდილია ვიღაცის მიერ, ეს შემოვიდა როგორც გამჭირვალეობის ნაწილი, რომ შენ როდესაც გხდება რეკლამა, იცოდი იმის უკან ვინ დგას, თუ ეს თემა ეხება სოციალურ ან პოლიტიკურ საკითხებს. მაგრამ არსებობს მუზარმაზარი ზღვა და ტროლების, ბოტების, ანუ ყალბი აკაუნტები, ყალბი ანგარიშები, რომლებიც უკანაც დგას ადამიანები. სისტემას უჭირს, პლატფორმას უჭირს განასხვაოს ბებია ჩემის აკაუნტი, რომელიც არის პასიური, რომელიც არაფერს არ პოსტავს, შეიძლება ხანდახან სკროლავს და ტროლის აკაუნტი, რომელიც იმდენად აქტიურია, რომ ანუ ამათ შორის ახლა პლატფორმისთვის რომელი არის უფრო ყალბი, ძნელია ასარჩევია რა. ბევრად უფრო მეტი სისტემა, ან ბევრად უფრო სისტემური მიდგომა არის საჭირო, ეს სხვადასხვა ქსელების კვლევა და აკეთებდა კიდევაც მამას ორგანიზაცია ჩვენთან და თავის დროზე იყვნენ ეს ფაქტ-ჩეკერები და ფეიქ აკაუნტების ამომცნობი ორგანიზაციები და ამის შედეგად გვახსოვს საქართველოშიც რამდენიმე ტალღა იყო, როდესაც გაუქმდა ბევრი გვერდები და ბევრი ანგარიშები. თუმცა სინამდვილეში ეს ხომ პლატფორმის ინტერესში არ შეჭრა, ანუ პლატფორმას არის ბიზნესი, მეტად ჩვეულებრივი ბიზნესია, მას უნდა რომ იქ ბევრი ადამიანი, ბევრი აკაუნტი იყოს დარეგისტრირებული და ეს აკაუნტები ერთმანეთში რაღაცა მისთვის არ აქვს შეიძლება ეს ყალბია თუ არა. დიდი პრინციპული განსხვავება მათთვის არ აქვს. ეს ყალბები ქმნიან ასევე კონტენტს, რომელსაც მე არ აყალბები ათვალიერებ. ეს ცოტა კვერცხი გირჩევინე თუ ქათამი ამბობია, იმიტომ რომ ეს კვერცხი აირჩია თავის დროზე მეტამ. და შემდეგ დადგა ის დრო, რომ ადამიანები, რეალური ადამიანები და აქ მხოლოდ საქართველოზე კი არა, საერთოდ საქართველოზე არ ვუყურებ, უბრალოდ საქართველოსაც ეგ ბედია, ელის ჩვენ სადღაც რამდენიმე წლის ჩამორჩებით ხოლმე გლობალურ ტრენდებს ინტერნეტის მიმართებით. მას შემდეგ რაც ადამიანი შედის მაგალითად Facebook-ზე და მუდამ იქ ხდება ეს რაღაცა ვერ გაარკვია ეს ყალბი აკაუნტია თუ არა რაღაცას ჩაგიკითხები მიხვდა რომ ყალბია და ვერ ხვდება რომელია თუ საერთოდ არ იცის ან შეიძლება მიხვდა რომ ყალბია ან შეიძლება ვერ მიხვდა მაგრამ რაღაც ქაოსი არის ხო
იქ პირველი რეაქცია არ არის რომ დარჩე იქ, რომ გადიხარ იქიდან, უბრალოდ სხვა პლატფორმაზე გადაერთვები ან TikTok-ს ჩასკროლავ, სადაც შენთვის საინტერესო კონტენტია და ამის გამო Facebook-მა დაიწყო ადამიანის მომხმარებლების კარგვა. იქ საერთოდ აღარ არის ახალგაზრდა აუდიტორია, ეს საქართველოსაც ეხება უკვე ამჯერად და დაუბერდა მოკლედ აუდიტორია Facebook, რომლის საწინააღმდეგოსაც ის ძალიან აქტიურად ცდილობს, რომ დაეციოს რა უყვართ ამ ახალგაზრდებს. ფორმატი, რილსების ფორმატი, Instagram-ი შემოერთა, მე რილსები დაამატა, რომ რაღაცნაირად მოახერხოს და თავისთან ეს ახალგაზრდობა გააჩეროს. იმიტომ რომ ახალგაზრდობა არის ის რაც ისინი ცოტა ხანში იზრდებიან და ეხლა ჯერჯერობით ჯენზისთვის მაგალითად უფრო პატარა თაობისთვის საერთოდ Facebook-ი არ არის აქტუალური, მილენიალებისთვის საქართველოში აქტუალურია და დიდი საკომერციული კატეგორია მილენიალებისა და ბუმერებისა Facebook-ზე არის, იმიტომ რომ აქ ხდება ჩვენი მთელი პოლიტიკური და სოციალური დისკუსიების ადგილია. თუმცა ისევ ამ დისკუსიიდან დიდი ნაწილი ახალგაზრდების გამოკლებული ხო და ელექტროლებზე მე კიდევ ვისაუბრებ და სხვა შემთხვევაში ვთქვათ მილენიალები Facebook-ს ამერიკაში მოიყვანს ასევე არ ხმარობენ ან თუ აქვთ აკაუნტი მხოლოდ იმიტომ რომ თავის მოხუცი მშობლები თუ ნათესავები ყავდეთ იქ და 1000-ში ერთხელ თუ დაქორწინებიან ამის შესახებ დადით ინფორმაცია ის არ არის პლატფორმა სადაც პოლიტიკური ან სოციალური რამე ტიპის დისკუსია მიდის რა ნელ-ნელა ეს გამოიყო მაგრამ საქართველოში სხვა სიტუაციაა საქართველოში ეს არის და ამიტომ რა თქმა უნდა მეტი ინტერესია რომ საქართველოში არსებობს ბევრი ყალბი აკაუნტი ბევრი ტროლი რომელიც ამ საერთო ჯამში დისკუსიებისა ბევრ თავის ადგილს გააჩენს და ბევრ ხმაურს შექმნის ამათ იმ თემაზე. ესე მუშაობს საზოგადოებრივი აზრი და პლუს ესე მუშაობს ალგორითმი, რომ შენს აზრში კიდე უფრო გამტკიცებული ხარ და ალბათ ამან მოიტანა აი ზუსტად ეს რადიკალიზმი, რაც რუსებმა სცადეს ამერიკაში და საკმაოდ კარგი შედეგი მიიღეს, იმიტომ რომ ამ ორივე კამპანიას ვთქვათ დიდი პოლარიზება მოხდა. რა არის ამის მიზანი? მიზანი არის ჩვენი დაბნევა და პოლარიზება და არა ვთქვათ რაღაც კონკრეტულ აზრზე მიმხრობა, ხო? აი ესე რომ შევხედოთ ამ ყველაფერს. მე ჯერ არ შემხვედრი ადამიანი, რომელიც ონლაინ დისკუსიის დროს რაღაცა ერთ აზრზე იყო და მე რაც არ უნდა არგუმენტები დაულოგო, ის აზრი შეიცვალა, ხო? ესეთი რაღაცა არ არსებობს. ორი მიზანი აქვს ხოლმე, აი ვთქვათ ტროლების დაგეშვას რაღაცა კონკრეტულ თემაზე და ამის ირგვლივ წერას. ერთი არის ეს უმრავლესობის ილუზია შექმნა. ხო, რომ მაგალითად თუ რაღაცა თემა არის კონტროვერსიული, ან შეიძლება ეთანხმებოდე, არ ეთანხმებოდე, წაიკი დაინახე ეს და კომენტარებში ყველა ეთანხმება, უფრო დიდი შანსია რომ შენც დაეთანხმო. შეიძლება ეს არ გააჟღერო, მაგრამ ყალბი უმრავლესობის აზრს და არა იდეას, რომ ყველა ესე ფიქრობს და მოდი მეც ესე ვფიქრობ. ეს არის ძალიან ადამიანური ცნობილი სოციალური ექსპერიმენტი. სოციალური ექსპერიმენტი ძალიან ადამიანური რაღაც არის და ის არის რაც ევოლუციურად ჩვენ ესე ვთქვი რომ ალბათ ეს ესე აჯობებს. ეს ახდენს გავლენას იმ ადამიანებზეც კი ვინც ვიცით ხოლმე ეს ანუ ვისაც ეს ჩვენ პროფესიაში ვისაც გვაქვს ჩვენზეც კი ახდენს გავლენას აი ეს ან მეორე ვარიანტია ბევრი დაფიქრება და ფილტრის გატარება რომ მივხვდე რომ აი ახლა აქ ან მეორე ვარიანტია რაღაცა ჩვენაირ ადამიანებს იმის აპათიას ან იმის შეგრძნებას უჩენს თუ მან არ იცის რომ ესენი ტროლები არიან რომ უი ყველა ესე ფიქრობს და რა აზრი აქვს დღეს ჩემს ამ კომუნიკაციას. ეხლა დაიწყეს სტანდარტული ბებია ბაბუების ფოტოები, რომლებსაც თითქოს რაღაცა მეტი დამოკიდებულება აქვს, ანუ რაღაც საშუალო სტატისტიკური ქართველები, რომლებიც ვიცით ჩვენ რომ ტროლები არიან და რატო აკეთებენ ამ ყველაფერს შენი აზრით? სანდოობა უფრო მეტი აქვს ამ ბებოს ფოტოს. უმეტეს შემთხვევაში ესენი რეალური ადამიანები არ არიან, ნაწილი არის უკვე AI-ის მიერ გენერირებული, ანუ არ ველაპარაკებთ ჩვენ ნამდვილ ადამიანს. უბრალოდ ნამდვილ ადამიანს ველაპარაკებით, მაგრამ ეს ნამდვილი ადამიანი არის ხელფასის მქონე ადამიანი, რომელიც დილით გაივიდა, წავიდა სამსახურში ოფისში და გახსნა რამდენიმე აკაუნტი, ერთში ბებოა, მეორეში ბაბუა, მესამეში 12 წლის ბავშვი, ანუ მოკლედ ბევრი სხვადასხვა კანი მოიცვა და ერთი და იგივე ნარატივს ავრცელებს სხვადასხვა პლატფორმებზე. და მეორე ხო აი ეს აპათიის ნაწილი რო გარდა ამ ყალბი უმრავლესობის შეგრძნებისა მეორე რაც არის მნიშვნელოვანი, აი წაღალს ახსენე, აი
ქაოსის შექმნა რა. ანუ იმდენი სხვადასხვა თემა და ნარატივი და ამბავი თუ მოსაზრება თუ პოსტი თუ რაღაცა რომ უბრალოდ გადაღლახდება, ხო, ამას არის ეს არის გადაღლილი ხარ და შენ აღარ გინდა რომ გაერკვე მართალში და მტყუანში, შენ გინდა უბრალოდ გაერიდო იმ სიტუაციას, იმიტომ რომ ეს არ არის ხო ერთადერთი სივრცე, სადაც ჩვენ ვარსებობთ კიდევ სახლია, სამსახურია, ბავშვია მისახედი და ახლა კიდევ ეს არის დამატებით გასართობი კი არა, სადაც შემიძლია რომ რიჩარჯი გავაკეთო, გავერთო, მეგობარს დავეკონტაქტო. არამედ პირიქით ესეც გახდა აი ამ ხელა დამღლელი, იმიტომ რომ მეც ჩემი მეგობრების ძალიან დიდი ნაწილისგან, ნუ ჯერ ერთი მართლა მეგობრები რომ გამძლეობას გისურვებ, რომ ამ ქსელში აქტიური ხარ და პირდაპირ გეტყვი შენც მათ შორის აღარ ხარ ისეთი აქტიური, როგორიც იყავი და ძალიან კარგად მესმის, იმიტომ რომ ეს არის აი გამომფიტავი საქმიანობა, რომელსაც რო ფიქრობ, თან რაღაც 24 საათიანია და რაღაცა ქარის წისქვილებს ებრძვი, თუმცა ხა ჩემი პროფესიული საქმეც და მოვალეობაც ეს არის რაღაცნაირად ესე ვთქვათ, რაც ვისწავლი ამის პრაქტიკაში განხორციელებენ და სხვა რამე ვესწავლო, მაგრამ გარდა ამისა მეც ხვდები, რომ აი ამ აპათიაში მოყვებიან, რომ არ მაინტერესებს, არც ის მაინტერესებს, არც ეს მაინტერესებს და კიდე ერთი რამე მინდა გკითხო, როგორ ხდება თემების გადაფარვა, როგორ ვერ ვსწავლობთ ჩვენ რომ ძირითადი თემა შეიძლება იყოს რაღაცა ერთი მესიჯით გავრცელებული, მაგალითად ხა რაც ყველაზე მეტად მახსენდება, იყო როდესაც ბიძინა ივანიშვილმა ძალიან დიდი თანხა დღგ-ს სახით არ გადაიხადა ნახატები რო შემოიტანა ქვეყანაში და იყო აბსოლუტურად გადაფარული სხვა უსაგნო მცდელობებით. ეს საკითხიც მაინტერესებს შენგან როგორ ხდება აი ამის დღის წესრიგის შექმნა, იმიტომ რომ მე როგორც ვიცი კგბ-ს მეთოდი იყო რომ მათ ფაილებში ჰქონდათ კომპრომატები, რომლებსაც აი ამ კომპრომატებს მე როცა სჭირდებოდათ იღებდნენ. აქაც რაღაც თემები აქვთ გამზადებული, რაზეც იციან რომ ხალხის რეაგირება მოყვება თუ რაღაც სპონტანურად ხდება შენი აზრით. სპონტანურობის აღარ მჯერა, შეიძლება ოდესღაც სპონტანურად რაღაცა მოხდა, გაამართლა და მე ის დაინერგა რა. უბრალოდ ხან ესე ვარ ხოლმე რომ ანუ ნუ თუ აი ესეთი ჭკვიანებიც არ არიან ხოლმე როგორც წესი, მაგრამ ანუ რაღაც თემა როდესაც ხდება აქტუალური, ხო? და ეს არ არის ახალი გამოგონება, არის დიდი ხანია ვიცით, განსაკუთრებით ნიუსებთან ვისაც შეეხება გქონდათ, რომ ყველაფერს აქვს 48 საათიანი ციკლი. რაც არ უნდა მოხდეს, რაც არ უნდა დიდი სკანდალი მოხდეს, იმისი ყურადღება ადამიანების ყურადღება ამ სკანდალისადმი, ამ თემისადმი 48 საათზე მეც არ გასტანს. თუ არ ხდება გაცოცხლება. ანუ სულ რომ აი აბსოლუტურად მიუღებელი რაღაც მოხდეს და დღგ-ზე უფრო მნიშვნელოვანი ჩემთვის და კარგი დასაკვირვებელი რა იყო, ბიძინა ივანიშვილი როდესაც დაასანქცირეს. ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება ამერიკის მიერ ეს უდიდესი ამბავი იმდენად მალე გადაიფარა და იმდენად მალე ჩაიფარცხა, რომ რამდენიმე თვის მერე დისკუსია მომიწია ადამიანთან, რომელიც მაგალითად პროტესტის ნაწილია და იცის რა, ნუ ამ სამყაროში არის კი ბატონო. რომელიც ამბობდა, რომ ბიძინა ივანიშვილი არ დაუსანქცირებიათ. იმიტომ რომ ნიუსმა არ მიაღწია, მაგრამ დაავიწყო, საერთოდ ჩაიფარცხა ის. ის რომ ბიძინა ივანიშვილი არ დასანქცირებული არის, დღემდე არ გვახსოვს. კი, მე გეთანხმები და ძალიან ხშირად, აი ძალიან ხშირად, როდესაც ესეთი მაცოცხლებელი ინფორმაცია, რომელიც ჩვენ მუდმივად უნდა გვახსოვდეს, იფარება აბსოლუტურად უსაგნო ინფორმაციით, რომელიც არის ხშირად არასწორი დისკუსიის ნაწილი. კიდე ერთი რამე მინდა გითხრა კონკრეტული ადამიანების მიმართ. ხა მე და შენც ყოფილვართ ამ სიტუაციაში, მე განსაკუთრებით, იმიტომ რომ ნუ ფაქტიურად ვარ ამ პროცესის ნაწილი, მით უმეტეს, როდესაც ძალიან ხშირად ხვდები, რომ აი კონკრეტულ რაღაცებზე ტრიგერდებიან. მაგალითად, ძალიან უცნაური იყო, რომ ერთ-ერთი ვიდეო, რომელიც უბრალოდ ძალიან სახუმარო იყო, რაღაც ღარიბაშვილთან დაკავშირებით, ძალიან ბევრჯერ დაარეპორტეს. სხვა ბევრად უფრო მწვავე ვიდეოებზე არ ქონდათ ისეთი რეაქცია. ძალიან ცუდი რეაქცია ქონდათ ტროლებზე. მან ხვდები ხოლმე, რომ რაღაცა ძალიან მწვავე არის. აი ცოტნე ივანიშვილზე რო ვთქვი, რომ ესენი რაღაცა ისეთ მონარქისტულ ავტოკრატიასკენ გვიბიძგებენ და რატო ამბობ. აი ადამიანების გაშავებისთვის და შენი გამოცდილებით რამდენად მიდიან ადამიანები ამ სივრციდან, იმიტომ რომ უბრალოდ ხვდებიან, რომ აი ამდენ ტალახს ვერ ჩამოირეცხავენ. თუ ვთქვათ, ქონია ესეთი დაკვირვება შენ თუნდაც ჩვენ მეგობრებზე ან ჩვენ ნაცნობებზე.
ანუ გაშავება ყველა დროს და ყველა სივრცეში და ყველგან არსებობდა. ეგ სავარაუდოდ უფრო ადამიანის პირად მიმღებლობაზე და არამიმღებლობაზე მე მინახავს ადამიანები, რომლებიც აბსოლუტურად ყველას მიერ საყვარლები იყვნენ და სულ კარგ უკავშირს იღებდნენ და მე ერთმა ადამიანმა დაუკომენტარა რაღაც ნეგატიური და ამან ისე ჩამოშალა იმის გამო რომ მე პატარა ასაკიდან ამ სივრცეში ვარ და ყველაფერი მაქვს ჩემი თავის შესახებ მოსმენილი და წაკითხული რაც კი შეიძლება არსებობდეს ჩემი კანი ბევრად უფრო სქელია ძალიან ფაქტორად არსებობს რაღაც რაც დამატრიგერებს და რაც ყველაფერი ვიცი მოკლედ ყველაფერი უკვე უთქვამთ და ყველაფერი უკვე მოხარშული მაქვს და ვიცი რომელ უჯრაში იდება ეს ყველაფერი მაგრამ ეს ყველა ადამიანი ვერ იქნება ხო სქელი კანის მქონე და რა თქმა უნდა აქვს ამას გავლენა. უბრალოდ ერთი ის არის რომ ხშირ შემთხვევაში რაც გვავიწყდება ხოლმე და ზუსტად ესეთ ნაწილია, როდესაც ამ ბაბლებში ვიკეტებით. ის რაღაცა რაც ესეთი ტრაგიკული და რადიკალური ჩანს ონლაინ ხშირ შემთხვევაში ეს რეალურ სივრცეში არ ითარგმნება. ისევ კოვიდის ამბავს რომ დაუბრუნდეთ მიუხედავად იმისა რომ მართლა მე თვითონ ძალიან რადიკალური ვიყავი რა. აი წერის კი. და არავის ხმას არ გავცემ ვისაც. მაგრამ ეს ყველაფერი არ ხდებოდა რეალურ სამყაროში. რეალურ სამყაროში რომ მივდიოდი, ნუ მაშინ რას მივდიოდი, რომ გაიხსნა რავი ჩემი ნათესავები რომ ნახე თუ რომ არ იყო ნაცილები არ დამირწყავს მათთვის ხელი ხო? პოლიტიკურ მიმართულებით არის ეს ძალიან საინტერესო დასაკვირვებელი მიუხედავად იმისა რომ ბოლო 2 წელი თუ იქამდე არჩევნებამდე პერიოდი კიდევ მაგრამ 2024 წლის მერე განსაკუთრებით კი მიუხედავად იმისა რომ ესეთი რადიკალიზებული იყო ანუ აი პირველი რუსული კანონის მერე მეორე რუსული კანონის მერე ონლაინ რო შედიოდი ანუ აი ან შავია ან თეთრია ხო ყველაფერი ეს რეალურ ცხოვრებაში და რეალურ სამყაროში არ გადაითარგმნება და კიდევ კარგი არ გადაითარგმნება იმიტომ რომ ეს არის საზოგადოების დაყოფა ეს არის აბსოლუტური დაყოფა და ეს დაყოფა აწყობს მხოლოდ და მხოლოდ ავტორიტეტს. ანუ არ არსებობს დემოკრატიული სივრცე, დემოკრატიული სამყარო, რომელსაც აწყობს რომ შავი და თეთრი იყოს რაღაცა. და ადამიანებს არ ქონდათ ერთმანეთთან დიალოგის შესაძლებლობა. დავიწყოთ TikTok-ზე რა სიტყვი, იმიტომ რომ შენ იყავ ერთ-ერთი პირველი ლობისტი, რომ გააკეთეთ TikTok-ი და იქაც ასაუბრეთ ადამიანებს. TikTok-ი არ არის ჩემი native ადგილი რა. იქ მე ვარ დამკვირვებელი და უფრო ანუ ვეხმარები ორგანიზაციებს იქ როგორ გააკეთო, მაგრამ მე თვითონ არ ხარ კომფორტულად. მე თვითონ ეს არ არის პირველი ადგილი, სადაც რაღაცა რო ხდება, რაღაც ვიდეოს რო ვიღებ, სადაც მინდა რომ დავპოსტო. ეს არის აბსოლუტურად იმის დამსახურება, ასე ვთქვათ, რომ ანუ ჩვენ ეს რაღაცა ერთი წრე რაც იყო, ანუ ცოტა ეს Facebook-ი იყო ჩვენი ძირითადი პლატფორმა და იქ ამასობაში გახდა ჯერჯერზი მაიღო მოკლედ ეს TikTok-ი თავის თავზე მოიერგო კარგად და მე უკვე ნელ-ნელა ალგორითმის სიძლიერის გამო დაიწყო და იმის გამო რომ Facebook-ზე ქაოსი ხდებოდა. იმას გულისხმობ, მაიწერა რასაც ალგორითმებზე ლაპარაკობდი, ეს არის უკიდურესად დახვეწილ და ძალიან ნიუანსურ დონეზე აყვანილი TikTok-ის მიერ. ანუ TikTok-ის ალგორითმი არის იდეალურად შენზე მორგებული. 72 საათი სჭირდება დაახლოებით იმისთვის, რომ შენი ყველაზე ბნელი ჰობი რაც არის, რაც არავისთვის არ გითხოვს, იმან ამოიცნოს და ბოლოს იმაზე დაიწყოს შენთვის კონტენტის მოწოდება. მაგის უკან ბევრი საინტერესო მათემატიკა დგას, მაგრამ ეს რას ნიშნავს? მე როდესაც შევდივარ და იწეღან რომ ლაპარაკობდით ამ გადაღლაზე, ხო, ამ ინფორმაციულ გადაღლაზე, არ მინდა რა ეს ინფორმაციული გადაღლა და შევდივარ TikTok-ზე იმისთვის რომ იქ გავერთო და დავიწყო სკროლო და ჩემთვის საინტერესო ინფორმაცია გასართობია ასეთი მომეწოდოს მაგალითად, ხო? ამიტომ უფროსმა თავად დაიწყო იქ გადასვლა. ასევე TikTok-ი არის ძალიან დიდი და ძალიან ძლიერი და მან აიღო თავის თავზე რომ ერთ-ერთ პრიორიტეტად ქონდა მაგალითად რომ როგორც Google-ში ეძებენ ადამიანები რაღაცას, ეს ეძებდნენ ჩემთანაც, ანუ თქვა TikTok-მა, როგორც ბიზნესმა, ესე რომ შევხედოთ და არა როგორც პლატფორმა. და არის კიდევაც განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობაში აღმოჩნდა რომ ისინი TikTok-ს იყენებენ როგორც საძიებო სისტემა. რაც Facebook-ზე არ ხდება. Facebook-მა ვერასდროს ვერ გამართა თავისი საძიებო სისტემა, ეხლაც საკმაოდ რაღაც სიტყვას რო დაზებნით, ძალიან გაუგება რაღაცას, მოკლედ ვერ გამართა ეს რა. როდესაც TikTok-მა მოახერხა ეს რომ მაგალითად კი მე მაგალითად კოსმეტიკურ პროცედურებზე ძალიან ბევრ რაღაცას TikTok-ის არ არსებობს რეცეპტი აწი რომელსაც მე TikTok-ს ან მხოლოდ სხვაგან აღარსად აღარ ვეძებ TikTok-ზე ვეძებ იმიტომ რომ იქ ვიცი რომ 15 წამში ამომიყრეს და 15 წამში მომეწოდებს იმას რაც მაინტერესებს და ასე შემდეგ. ანუ ბევრი რაღაცა how to-ები ეს TikTok-მა თავის მხარეს წაიღო. და
ასევე იმის გამო რომ TikTok-ზე შენ არ გჭირდება დიდი ანუ საერთოდ შეიძლება 0 ადამიანი და 0 მეგობარი გყავდეს, მაგრამ შენი კონტენტის, როდესაც დადებ ალგორითმი აპოვნინებს ამ კონტენტს ადამიანებს, ვისაც შენ აინტერესებს. ეს ძალიან მაგარი იარაღია, შენ დადე, მიუხედავად იმისა, რომ არ გეგონა რომ შენიანებენ შენ ამ თემის საინტერესო და იპოვა ადამიანები, რომლებიც სულიად განსხვავებული არიან Instagram-ის თუ Facebook-ის თუ Twitter-ის თუ რაღაც სხვადასხვა წრეებიდან და საერთოდ სხვა აუდიტორიაზე გახვედი, რომელსაც ისე ვერასდროს ვერ მივწდებოდი, კი. ხო? ტელევიზორსაც ანუ ტელევიზიაში ყოფნაც არ. ეხლა მაგალითად ბოლოს ახლა რასაც ვაკვირდებით, ეს არ არის კვლევით გამყარებული უფრო პირადი დაკვირვება, ამიტომ ვერ თავს ვერ დავდებ ამაზე, მაგრამ რა დაკვირვებაც მქონდა იმის გამო, რომ ტელევიზიაშიც მაქვს ნამუშევარი პროდიუსერად და რამდენიმე დიდ პროექტზე, ტელევიზიაში გამოჩენა, ესე ვთქვათ, ეთერი, რომელიც თავის დროზე ძალიან ღირებული იყო და TikTok-ზე რამდენიმე ვიდეოს ჩაწერა შეიძლება TikTok-ზე უფრო მეტად გიცნო, ანუ TikTok-ისგან უფრო მეტად გიცნო ქუჩაში ადამიანებმა, ვიდრე უბრალოდ ჩართული ტელევიზორისგან. ეხლა რატო? იმიტომ რომ TikTok-ზე ახლოს ყავხარ, ხო, შენთან ეს პარასოციალური ურთიერთობა ეწყება შენთან ეგრევე რაღაცა შენ შესახებ გქონია რომ უფრო ახლოს ხარ, ვიდრე ანუ პოლიტიკოსებისთვის შენი აზრით TikTok-ი მნიშვნელოვანი პლატფორმაა, იმიტომ რომ ერთი რაღაცას დავაკვირდი, რომ აი Facebook-ისგან განსხვავებით, შენთან მინდოდა, იმიტომ რომ შენ მაინც ფსიქოლოგიაც კარგად გესმის, Facebook-ისგან განსხვავებით, რომელიც მაინც ტოვებდა რაღაცა ტრადიციულ, აი რა დავჯექი, ფოტო გადავიღე, ვიდეო დავდე, TikTok-ზე ყველაზე კარგად მუშაობს ვიდეო, სადაც ხარ ყველაზე ბუნებრივი. TikTok-ი არ არის პლატფორმა, სადაც კომენტარებში რაღაცა დისკუსია დიდად მიწანო, რაღაცა კი შეიძლება ხდება, მაგრამ ეს არ არის მთავარი და ერთადერთი გასართობი. მაგისი value არის ვიდეო. ვიდეოს გადაღებას კიდევ წინ ჭირდება ადამიანი, ან ჭირდება სხვადასხვა ედიტები. ამაში ბევრი ფული და ენერგია იდება. განსაკუთრებით ეს დაიწყო პირველი რუსული კანონის შემდეგ, როდესაც ამ შემთხვევაში ქართულმა ოცნებამ დაინახა, რომ ქუჩა აიღეს ახალგაზრდებმა, რომლებსაც საერთოდ არ ელაპარაკებოდა არავინ. ანუ ესენი არც ტელევიზორს არ უყურებენ, არც Facebook-ზე არიან, ვერანაირი საცესებით ვერ მიცნეს და მათ აიღეს და შემდეგ გაცხადებულად თქვენს კიდევ ცხოთაშორის ჩაიხანეს ძალიან კარგი სტატია აქვს და მიხვდნენ რომ ეს იგი რაღაცა დიდი აუდიტორია რომელსაც ჩვენ ხელიდან გვეძლება არა და ეს ადამიანები უკვე ხმას აძლევენ. კი, მოკლე ხმა აქვს არჩევნა რა. და მათ აქტიურად დაიწყეს TikTok-ის. აი მან კიდე ერთ რაღაცაზე მინდა აუცილებლად რომ მაყურებელმა გაამახვილოს ყურადღება. ეს TikTok-ზე მე ტროლები ვიგულისხმე ზუსტად მაგ კუთხით, რომ კომენტარებში არ გივარდებიან, მაგრამ არსებობს ალტერნატიული რეალობა, ეგრეთ წოდებული რაღაც ახალგაზრდული ტიპები, რომლებიც არიან ქართული ოცნების მომხრეები და რომლებიც საუბრობენ არა ქართული ოცნების სახელით, არამედ საუბრობენ ისეთ თემაზე, რაც აწყობს ქართულ ოცნებას. ეს არის სუვერენიტეტი, ეს არის რომ არც რუსეთი გვინდა, არც ამერიკა, ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა, რაც დაუშვა ოპოზიციამ, რომ რაღაცა ეროვნული მოტივები, ვითომ რაღაც ქართულმა ოცნებამ თავის თავზე წაიღო და აი რაღაცნაირად აი TikTok-ზე ესე ვთქვათ მოქართულო, ოღონდ ყალბი რა თქმა უნდა, ადამიანების ჯგუფები შეიქმნა, რომლებიც აი როგორ ვთქვათ, ცოტა მაინც თბილისურ მობაბულიკო მიმართულებებს აწვევიან, ცოტა რაღაცა ვაჟკაცობასაც დებენ თავს და არიან ყალბი ქართული ნარატივის მატარებლები, იმიტომ რომ იქ არავინ არ ხსნის, რომ შენ როცა საუბრობ სუვერენიტეტზე და შენ როცა საუბრობ ჩვენ ევროპა არ გვინდა ეს შევსრო, უბრალოდ კონსტიტუცია უნდა გადაწერო და უნდა დაასრულო შენი სახელმწიფო. მარტო დარჩე მტერთან. მარტო დარჩე მტერთან და მით უმეტეს თუ ევროპა არ გინდა, გამოდის რომ აბსოლუტურად მთელი შენი ამდენი წლის ნაღვაწი წყალში უნდა ჩაიყაროს. ანუ ამ შემთხვევაში TikTok-ი კიდევ უფრო საშიშია, იმიტომ რომ რეალურად ქართული ოცნება ფუთავს საკუთარ ამომრჩეველს ისე რომ შენ ვერ ხვდები რომ ესენი ქართული ოცნების ამომრჩევლები არიან, მაგრამ ნარატივით მიყვება იმას, რაც ისინი ამბობენ. ხო, ამიტომ მე არ მგონია, რომ როდესაც ჩვენ ვსვამთ კითხვას პოლიტიკოსი უნდა აქცევდეს თუ არა ყურადღებას თუ იყოს თუ არა TikTok-ზე, მე არ მგონია, რომ პოლიტიკოსის არჩევანი აქვს საერთოდ. კი, ზუსტად. მართლა ბუნებრივი პლატფორმა იმასაკობრივი კატეგორიისთვის, ვინც ახლა პოლიტიკაშია, ხო? შეცდომა რასაც უშვებენ ხშირად არის ხოლმე, რომ როდესაც TikTok-ს ექცევიან ისევე, როგორც მოექცევიან Facebook-ს, ან როგორც საერთოდ Facebook-საც თავის დროზე ისე დაუწყეს მოქცევა, როგორც ტელევიზიას და ეგეც არასწორი იყო, მაგრამ ეხლა იგივეს, რომ აღა მე თუ სადღაც ეთერში ვიყავი და ის მოვჭერი და დავდე TikTok-ზე, ეს არ ნიშნავს, რომ TikTok-ზე არ ეს TikTok
TikTok-ის და ნებისმიერი პლატფორმის, რაც უფრო ავთენტურად ვარ მე იქ და უბრალოდ ავიღე ტელეფონი და ჩავრთე და იქ ვიღაცასთან შევედი კომუნიკაციაში და იმას ვუპასუხე ვიდეოთი, ლაივით ჩავრთე და მოკლედ მართლა შევედი კომუნიკაციაში და მართლა კი არ ვაფეიქებ, რომ მე მაინტერესებს აქ მყოფი ადამიანების აზრი, არამედ მართლა მაინტერესებს. ნუ პრინციპში ეს ყველგან ყველაფერზე ვრცელდება, ხო? დღესდღეობით TikTok-ს თუ სწორად მახსოვს 2 მილიონზე მეტი მომხმარებელი ყავს საქართველოში. და ეს არ არის და არის მეორე ადგილზე Facebook-ის შემდეგ პოპულარობით პლატფორმის. არ არსებობს არც პოლიტიკოსი, არც ბიზნესი, არც ინდივიდუალური ადამიანი, რომელსაც personal branding-ი აინტერესებს რაღაც გადებაში კომუნიკაციის და რომელსაც ეხლა აქვს ფუფუნება, რომ TikTok-ი არ ქონდეს, იგივე მობილური არ მქონდეს. ხო, რომ აი ეგ მე არ შემიძლია, მაშინ ისეთი მაგარი ტიპი ვარ და იმიტომ 2 მილიონი ადამიანს ეუბნები რომ არ შეგიძლია და საიდან ცდილობ რომ იცოდე ანუ ყველაზე იაფი არის ამ მომენტში ისევ და ისევ ალგორითმის ანუ შენი თანამოაზრეების პოვნის თვის რა მადლობა დოდი მე მგონი ძალიან კარგი გამოვიდა